გამარჯობა, მე ვარ რატი ციკლაური, TVC კაპიტალის გლობალური ბაზრების კვლევის გუნდის უფროსი ანალიტიკოსი და დღეს გესაუბრებით 2025 წლის ფინანსური ბაზრების მოლოდინების შესახებ. დღეს ჩემთან ერთად იმყოფება მაქსიმე ხუნდაძე, ჩვენი TVC კაპიტალის ანალიტიკოსი, რომელთან ერთადაც დავფარავ მაკროეკონომიკურ საკითხებს და ფიქსირებულ შემოსავალთან დაკავშირებულ თემებს. რატი მოგესალმები? სალამი მაქსიმე, პირველ რიგში ალბათ ჯობია რომ დავიწყოთ მაკროეკონომიკური მიმოხილვით და ის ძირითადი საკითხები გავიაროთ, რომლებიც გავლენას ახდენენ გლობალურ ეკონომიკებს. ვფიქრობ 2025 წელი დაიწყო ძალიან საინტერესო და ძალიან დაძაბულად ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ და მისი ინაუგურაციის დღის შემდეგ, მან უკვე მალევე და გამოაცხადა რაღაც არნახული ტარიფები მთელი სავაჭრო პარტნიორების მიმართულებით, რაც გულისხმობდა მაგალითად თუნდაც იგივე 2 აპრილს გაკეთებულ განცხადებას გათავისუფლების დღეზე, სადაც მან ამერიკის ძირითად სავაჭრო პარტნიორებს დაუწესა ძალიან მაღალი სატარიფო განაკვეთები და ეს მიზანი ამ გამოცხადების მიზანს წარმოადგენდა ის რომ იგი ამბობდა რომ შეერთებული შტატების მიმართ არა სახარბიელო, არა ჯანსაღი სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებენ ეს ქვეყნები და ამ სავაჭრო ურთიერთობების დასასტაბილურებლად მისმა ადმინისტრაციამ მიმართა ტარიფების პოლიტიკას. თუმცა საბედნიეროდ ჩვენ მალევე ვიხილეთ ეგრეთ წოდებული 90 დღიანი პაუზა, რომლის ფარგლებშიც ადმინისტრაციამ და სავაჭრო პარტნიორებმა აიღეს გარკვეული ვადა, რომლის ფარგლებშიც მათ უნდა მოილაპარაკონ და შეთანხმდნენ სავაჭრო ტიპის მოლაპარაკებებზე და სავაჭრო ურთიერთობებზე, რომლებიც ორმხრივად მომგებიანი იქნება, ამიტომ გქონდა გარკვეული დეესკალაციაც და ჩვენ გვახსოვს, რომ ეს დეესკალაცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი ასევე იმიტომ, რომ მთელი ამ სატარიფო პოლიტიკის გამოცხადების და ამ турბულენტობის პროცესში გქონდა ძალიან დიდი მერყეობა იგივე ობლიგაციების ბაზრებზე, გქონდა არნახული ვარდნა აქციების ბაზრებზე, მაგალითად იყო პერიოდი, როდესაც 10 და 11%-ით იყო წლის ჭრილში დაცემული S&P 500-ის ინდექსი, ინვესტორები აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ შეერთებული შტატები შეიძლება აღარ ყოფილიყო მთლად ოპტიმალური საინვესტიციო გარემო, თუმცა აი ამ პაუზამ, აი ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომამ, ესე ვთქვათ, მოახერხა ის, რომ ბუნდოვანება, турბულენტობა და მერყეობა შედარებით დღესდღეობით არის შემცირებული, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან სასიამოვნო ფაქტი არის ინვესტორებისთვის, თუმცა მე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი კვლევითი ორგანიზაცია, მათ შორის OECD, აქტიურად საუბრობს და აქტიურად იწერება იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა თუნდაც დეესკალაციის პირობებში მაინც არნახულად მაღალია და ჩვენ ახლა გვაქვს მოლოდინი, რომ შეერთებული შტატების ჯამური, ეფექტური სატარიფო განაკვეთი დაახლოებით 13-15%-ს მიაღწევს და მინდა რომ მსმენელისთვის მნიშვნელოვანი ასევე ინფორმაცია ის გავავრცელო, რომ აქამდე ტრამპის მეორე ვადით არჩევამდე ეს განაკვეთი იყო დაახლოებით 1-დან 3%-მდე შუალედში, ამიტომ ნებისმიერ ვარიანტში მაინც არნახული ზრდა გვექნება სატარიფო პოლიტიკაში, თუმცა ეს მაინც არის გარკვეული დასტაბილურება იმასთან შედარებით, რაც გქონდა წლის დასაწყისში. ამის ფონზე OECD და სხვა კვლევითი ორგანიზაციები აქტიურად საუბრობენ, რომ ეკონომიკური ზრდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით წელს იქნება შენელებული, მათ შორის შეერთებული შტატების ეკონომიკა, რომელიც გასულ წელს 2.5%-ის გაიზარდა და ეს ძალიან დიდი რიცხვი არის ამ მასშტაბის ეკონომიკისთვის, წელს გვექნება დაახლოებით 1-დან 1.5%-მდე ეკონომიკური ზრდა, ასევე შენელება გვექნება დიდი ბრიტანეთის ეკონომიკურ ზრდაში, შენელება გვექნება ჩინეთისა და იაპონიის ეკონომიკურ ზრდებში. მათ შორის ვფიქრობ ძალიან საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ ჩინეთი წელს სავარაუდოდ ვეღარ მიაღწევს კომუნისტური პარტიისთვის მნიშვნელოვან 5%-იან ბარიერს ეკონომიკური ზრდისა და ველოდების, რომ დაახლოებით 4-დან 5%-მდე იქნება ეს ზრდა. თუმცა საინტერესო არის ასევე მოლოდინები ევროზონასთან მიმართებით და მე მინდა აღვნიშნო ის, რომ გერმანიის მიმართ, რაც ბოლო წლებთან შედარებით განსხვავებული დამოკიდებულება არის, ჩვენ შევიცვალეთ დამოკიდებულება გერმანიის მიმართ და ახლა ველით, რომ ევროზონის ეკონომიკა გერმანიის გამო წელს გაიზრდება 1%-მდე, 1-დან 1.2%-მდე, რაც წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებაა და ეს ძირითადად განპირობებული არის იმით, რომ გერმანიის ახალი მთავრობა, გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი ხელისუფლებაში მოვიდა ახალი 1 ტრილიონიანი ფისკალური პაკეტით, რომელიც მომდევნო 10 წლის განმავლობაში უნდა გაიხარჯოს და მორგებული უნდა იყოს გერმანიაში ინფრასტრუქტურული და თავდაცვითი სფეროების გასაუმჯობესებლად, ხელახლა ასაშენებლად, რაც ასაშენებელია და დაზიანებული ინფრასტრუქტურული
ინფრასტრუქტურის, ასე ვთქვათ, გასარემონტებლად და მთელი ეს პაკეტი, ეს 1 ტრილიონიანი პაკეტი ფაქტობრივად იქნება სერიოზული ხარჯვითი ბიძგი გერმანიის ეკონომიკისთვის, რომელიც შემდეგ გავრცელდება მთელს ევროზონაზე და ამიტომ შედარებით უფრო ოპტიმისტურად ვართ განწყობილი გერმანიის მიმართ. თან საინტერესო ფიქრობ ისიც არის, რომ გერმანიაში ვიცით, რომ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში მოქმედებდა კონსტიტუციური ბარიერი, რომელიც ქვეყანას უკრძალავდა მთლიანი შიდა პროდუქტის გარკვეულ წილზე მეტით საგარეო ვალის ქონას და ახლა უკვე იგეგმება ამ კონსტიტუციური ბარიერის გაუქმება და პაუზება, რაც გერმანიას და ფრიდრიხ მერცის მთავრობას საშუალებას მისცემს, რომ აი ეს 1 ტრილიონიანი ხარჯვითი პაკეტი, ასე ვთქვათ, თუნდაც საგარეო ვალის აღებით დააფინანსოს და ასევე აქტიურად იგეგმება ახალი მთავრობის მიერ, რომ შემცირდეს გადასახადები მწარმოებლებისთვის, თუნდაც იგივე როგორც არის მაგალითად სხვადასხვა ფირმები, მაგალითად Volkswagen, Porsche ავტომწარმოებლები, იმიტომ რომ ჩვენ ყველას კარგად მოგვიხსენება, რომ ავტოინდუსტრია გერმანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ გადასახადების შემცირებას აქტიურად განიხილება ფრიდრიხ მერცის მიერ. საბოლოო ჯამში ეს პაკეტი და გერმანიაში მიმდინარე ეს მოვლენები ძალიან საინტერესო მგონია, რომ პოზიტიური განწყობა შეიძლება შემოიტანოს ინვესტორებში და შემოიტანა კიდეც უკვე და მოლოდინები არის შედარებით ოპტიმისტური. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, აქ მოლოდინები გვაქვს არა რეცესიული, იყო საუბრები გარკვეული პერიოდის განმავლობაში წინა თვეებში იმაზე, რომ შეიძლება რეცესია გქონოდა, მაგრამ ამ მომენტში ჩვენი მოლოდინი რეცესია აღარ არის უკვე, გვექნება უბრალოდ უფრო ნაკლები ეკონომიკური ზრდა, ვიდრე წინა წელს გქონდა, თუმცა ეს ზრდა დაფიქსირდება 1.9% ფარგლებში. დაახლოებით იგივე ხმა შეგვიძლია დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებით, რომელსაც შიდა გამოწვევები აქვს, თუმცა იმის ფონზე, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა გარკვეულწილად ახერხებს, რომ დაალაგოს ურთიერთობები ტრამპის ადმინისტრაციასთან, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ სატარიფო პოლიტიკას დიდ ბრიტანეთზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა ექნება, თუმცა იმის ფონზე, რომ დიდ ბრიტანეთში შიდა პრობლემები აქვს ეკონომიკური და პროდუქტიულობასთან დაკავშირებული, ჩვენ არ ველით, რომ დიდი ბრიტანეთის ზრდა მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება წინა წელთან შედარებით და ველით, რომ ეს იქნება დაახლოებით 1%-ის ფარგლებში. ჩინეთთან დაკავშირებით მინდოდა ორიოდე სიტყვა ასევე მეთქვა, ჩინეთი იქნება ალბათ მთავარი დაზარალებული შეერთებული შტატების გარდა ტრამპის ახალი სატარიფო პოლიტიკის ფონზე, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ის გათვალისწინებას, რომ ჩინეთი უკვე ახერხებს დივერსიფიკაციას თავისი ექსპორტის, მაგალითად ევროზონის მიმართულებით ხდება გადამისამართება ძალიან ბევრი პროდუქციის, სამხრეთ აზიის ქვეყნების მიმართულებით ხდება გადამისამართება და ამაზე მონაცემებიც გვესაუბრება, კერძოდ ის, რომ ბოლო თვეებში ჩინეთიდან ექსპორტები ტაივანის მიმართულებით, ვიეტნამის მიმართულებით, ინდონეზიის მიმართულებით და თუნდაც იგივე ევროზონის მიმართულებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ამიტომ როგორც ჩანს, ჩინეთი ახლა ცდილობს, რომ მოახდინოს გარკვეული დივერსიფიკაცია თავისი მიწოდების ჯაჭვების. რაც თავის მხრივ შეიძლება პოზიტიურად თუნდაც იგივე ევროზონაზეც აისახოს, იმიტომ რომ ევროზონა შეიძლება გახდეს გარკვეული ჰაბი, საიდანაც შემდეგ ჩინეთი ეცდება, რომ მისი პროდუქტი გადაიტანოს თუნდაც იგივე შეერთებული შტატების მიმართულებით. საბოლოო ჯამში ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდება წელს ამ ფონზე, სატარიფო პოლიტიკის ფონზე, მიუხედავად ამ დივერსიფიკაციის ცდილობისა, გარდაუვალია, რომ მან ზიანი არ მიიღოს, თუმცა ჩვენ არანაირად რეცესიას არც ჩინეთში არ ველით, უბრალოდ გონია, რომ თუ გასულ წელს მაგალითად ეკონომიკური ზრდის ტემპი 5%-ს აღწევდა, წელს შეიძლება ეს რიცხვი იყოს 4%-თან უფრო ახლოს, თუმცა ეს არ ნიშნავს გარკვეულ რაღაც მნიშვნელოვან პრობლემას. თუმცა ჩინეთს თავისი შიდა პრობლემები აქვს, დეფლაციური პრობლემები აქვს, საომხმარებლო ხარჯვის პრობლემები აქვს და ეს ცალკე საკითხია, რომელიც დიდწილად ბევრი წელია უკვე კოვიდის შემდეგ აქტიურია და ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ტრამპის სატარიფო პოლიტიკასთან დიდად კავშირში. საბოლოო ჯამში, რადგან შემიძლია რომ შევთანხმდეთ, მე მინდა რომ წარმოვადგინო ჩვენი ანუ TVC კაპიტალის საბაზისო სცენარი, როგორ გგონია რომ წლის განმავლობაში განვითარდება მოვლენები, ჩვენ შეგვიძლია ფაქტობრივად გამოვყოთ სამი საბაზისო სცენარი, პირველი ალბათ არის ყველაზე ცუდი სცენარი, რომელიც მოიაზრებს სატარიფო და სავაჭრო ურთიერთობების აბსოლუტურ ესკალაციას და აშშ-ს პარტნიორების მხრიდან საპასუხო ტარიფების დაწესებას, რომელიც გამოიწვევდა შემდეგ შეერთებული შტატებისა და ამ სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკურ კრიზისს და რეცესიას, ჩვენ აღარ ველოდებით რომ ეს მოხდება, იმიტომ რომ როგორც ჩანს მხარეები უკვე შეთანხმდნენ და მიაღწიეს იმ აზრს, რომ ასეთი ტიპის ტარიფები და ასეთი ტიპის ურთიერთობა ორი მხარისთვის დამაზიანებელი არის, ამიტომ იყო რაღაც მომენტი, როდესაც ჩვენ ველოდით ამ სატარიფო ომებს ფაქტობრივად, თუმცა ჩვენ აღარ გვაქვს ეს მოლოდინი. მეორე მხრივ, არ გვაქვს არც რაღაცა განსაკუთრებულად პოზიტიური მოლოდინი, რომელიც გულისხმობს, რომ ერთ დღესაც გამოცხადდება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების აბსოლუტური გაუქმება და საერთოდ უკან წაიღებს ყველაფერს, არც ესეთი მოლოდინი არ გვაქვს, რომელიც ალბათ ყველაზე
ბაზრებაზე დიდი ბიძგი იქნებოდა თუნდაც აქციათა ფასიანი ქალების ბაზრებისთვის, თუნდაც აქციებისთვის და ობლიგაციებისთვის. ამიტომ ჩვენ გვაქვს შეთანხმებული რაღაც შუალედურ სცენარზე, რომელიც გულისხმობს გარკვეულწილად ნაწილობრივ შეთანხმებას სავაჭრო პარტნიორებთან, სავაჭრო შეთანხმებას ჩინეთთან, სავაჭრო შეთანხმებას ევროზონასთან, დიდ ბრიტანეთთან, იაპონიასთან, რომელიც საბოლოო ჯამში გადაითარგმნება იმაში, რომ შეიქმნება გარკვეული სავაჭრო ბლოკები, ჩინეთი ეცდება თავისი დივერსიფიკაციის მიმართულებით, რომ შეიქმნას სამხრეთ აზიის მიმართულებით თუნდაც სავაჭრო ცენტრები, რომლებიც ჩინეთზე იქნება დამოკიდებული, ხოლო შეერთებული შტატები ეცდება, რომ ესე ვთქვათ, სხვა ქვეყნებთან დადოს ისეთი ტიპის მოლაპარაკებები, რომელიც მისთვის თუნდაც ეროვნული უსაფრთხოების ან ვთქვათ, მინერალების კუთხით იქნებოდა მისთვის მნიშვნელოვანი. ამ შეთანხმების მიღწევის ფონზე ჩვენ მაინც ველით, რომ შეერთებული შტატების ეფექტური სატარიფო დონე მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუმცა აღარ ველით ისე ზრდას, როგორც აქამდე ვფიქრობდით და ეს საბოლოო ჯამში გამოიწვევს არა რეცესიას, მაგრამ მთელი აი ამ შეერთებული შტატებისა და მისი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური ზრდის შენელებას, როგორც უკვე ვისაუბრე. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ აი სავაჭრო შეთანხმებები გარკვეულად დასტაბილურდება და რაღაც ბუნდოვანებისა და турბულენტობის ის დონე, რომელიც ჩვენ გასული თვეების განმავლობაში ვიხილეთ, დასუსტდება და შედარებით უფრო ნორმალურ ვითარებაში გავაგრძელებთ საქმიანობას. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე მონეტარული პოლიტიკა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს თან ფიქსირებული შემოსავლისა და ობლიგაციებით დაინტერესებული ადამიანებისთვის არის ვფიქრობ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ სწორი წარმოდგენა შევიქმნათ მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკი, ფედერალური რეზერვი განიხილავს, რომ წელს განაკვეთებს შეამცირებს ალბათ ერთხელ ან ორჯერ და ეს არის ჩვენი მოლოდინი, მაგრამ უფრო მეტად ვართ კონცენტრირებული იმაზე, რომ სატარიფო პოლიტიკა იქნება ინფლაციური ყველა ვარიანტში და ეს ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი, იმიტომ რომ დრო სჭირდება სატარიფო პოლიტიკას, რომ აისახოს სუპერმარკეტებში ფასებზე. ამიტომ სანამ ეს დრო გავა, მანამდეც კი ჯერჯერობით შეერთებული შტატების ეკონომიკა არ ასხივებს რაიმე დახმარების სიგნალებს, რომ მას ჭირდება გარკვეული დახმარება მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით, იმიტომ რომ დასაქმებულების რიცხვი სტაბილურია, ყოველთვიურად შექმნილი ახალი სამუშაო ადგილები შეერთებულ შტატებში არის სტაბილური. ეს არის შემცირებული 2024 წელთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემი აზრით ეს მხოლოდ ბუნებრივი მოვლენა არის. ამიტომ ამ ეტაპზე ვფიქრობ, ფედისთვის, ფედის გადმოსახედიდან შეერთებული შტატების ეკონომიკა არ საჭიროებს მონეტარული პოლიტიკის მხრიდან დასტიმულირებას და თან არსებობს ძალიან გამოკვეთილი, ძალიან დიდი რისკი, რომ ტარიფები იქნება ინფლაციური და შეიძლება გქონდეს მნიშვნელოვანი ზრდა, თუნდაც იგივე სამხმარებლო ფასების ინფლაციაში. ამიტომ ჩვენი მოლოდინი არის ესეთი, რომ ფედი ამ წლის განმავლობაში იქნება ძალიან კონსერვატიული, არ იჩქარებს განაკვეთების შემცირებას, ამიტომ გვექნება 1 და მაქსიმუმ 2 განაკვეთის შემცირება 25 საბაზისო პუნქტს გულისხმობთ ამ შემთხვევაში წლის ბოლომდე, რაც ალბათ იყო განსხვავებული შეხედულება გქონდა ჩვენ თუნდაც დეკემბერში, როდესაც ველოდით, რომ 2025 წელი ბევრად უფრო დატვირთული იქნებოდა შეერთებულ შტატებში განაკვეთების შემცირებებით, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის სატარიფო პოლიტიკამ ბევრად უფრო კონსერვატიული გახადა ფედერალური რეზერვი. განსხვავებული ვითარება გვაქვს თუნდაც ევროზონაში, სადა დიდ ბრიტანეთში, სადაც ბევრად უფრო აქტიურად არის ცენტრალური ბანკები მონეტარული სტიმულირებით, ასე ვთქვათ, დაინტერესებული და მოწოდებული, რაც გულისხმობს იმას, რომ თუნდაც ევროზონამ აი 2025 წელს უკვე არაერთხელ შეამცირა საპროცენტო განაკვეთი და ველოდებით კიდევ ერთ შემცირებას შემოდგომისთვის მაგალითად, დაახლოებით იგივე თქმა შეგვიძლია დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებით და ევროზონის და ევროპის ცენტრალური ბანკი უფრო მეტად არის კონცენტრირებული ეკონომიკის სტიმულირებაზე, ეკონომიკური აღდგენის სტიმულირებაზე და ასევე ასე ვთქვათ, იმ გამოწვევების საპასუხოდ ევროპის ცენტრალური ბანკისთვის მნიშვნელოვანია გლობალური გამოწვევების საპასუხოდაც, რომ მონეტარული პოლიტიკა იყოს მსუბუქი. მაქსიმე მე ამ მიმოხილვის დასასრულს მინდა რომ შენთან გადმოვიდე კითხვით, აი ამ მონეტარული პოლიტიკის ჩვენი ეკონომიკური სცენარების გათვალისწინებით, რას უნდა ველოდოთ ობლიგაციების ბაზარზე, ფიქსირებული შემოსავლის ბაზარზე ინვესტორები და როგორ შეგვიძლია ასევე რეგიონულ ჭრილშიც ვისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით, ვფიქრობ იქნებოდა ძალიან საინტერესო. რატიან ჩემი აზრით შეუძლებელია, როგორც შენ აღნიშნე, მაკროეკონომიკაში კონდეს ამდენი რყევადაცვა და ამან რაღაც გავლენა მაინც არ იქონიოს ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებზე. ამ მომენტისთვის გვაქვს ორი ძირითადი ფაქტორი,
რაც გავლენას დიდი გავლენა აქვს ფასებზე და ასევე მომგებიანობაზე, როგორც კორპორაციული, ისე სახაზინო ობლიგაციების. პირველი ეს არის განაკვეთების შემცირების მოლოდინი, უпростоრად განაკვეთების შემცირების მოლოდინის გაგრძელება იმ პაუზის შემდეგ, რაც ახლა გქონდა 4.33%-ზე, როგორც ჩვენ ახსენე, და მეორე არის ტარიფული შოკი, რომელიც ბუნებითად არის ინფლაციური შოკი. განაკვეთების შემცირების მოლოდინება, რაც გამოიწვია ობლიგაციების ფასებზე, არის ის, რომ ისინი გაიზარდა, მომგებიანობა კი შემცირდა. ეს მარტივად აიხსნება, იმიტომ რომ მე თუ ვიცი, რომ ამ მომენტში შემილია უფრო მაღალი პროცენტი დავიფიქსირო და ვიცი, რომ ხვალ ზეგ შემცირდება განაკვეთები, მე რა თქმა უნდა აურჩევ უფრო მაღალ მომგებიანობას, ეს ზრდის მოთხოვნას ამ ინსტრუმენტებზე და შესაბამისად ფასები ადის ზემოთ, მაგრამ კონტრ არგუმენტი ამის შემოაქვს ტარიფებს, როდესაც ტარიფებმა გამოიწვიეს პირიქითა ეფექტი, როდესაც მომგებიანობა პირიქით გაიზარდა და ფასები შემცირდა, იმიტომ რომ ბაზარზე იყო, ესე ვთქვათ, განუკითხაობა და ქაოტური ტურბულენტობა. შესაბამისად, ამან გააიაფა ობლიგაციები და სანამ მეოთხე კვარტალში გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ერთი შემცირება მოხდება 25 საბაზისო პუნქტით ალბათ, მანამდე უბრალოდ მოგცა ფანჯარა, სადაც შეგვიძლია ობლიგაცია უფრო იაფ ფასად შევიძინოთ მაღალი მომგებიანობით, როგორც სახაზინო, ასევე კორპორაციული და ეს აისახა კორპორაციულ სპრედებში, A-რეიტინგიანი და B-რეიტინგიან ბონდებშიც, როდესაც ფასები შემცირდა, მომგებიანობა ავარდა პიკურ მაჩვენებელზე, დაახლოებით 85 ბაზისური პუნქტით და შემდეგ ოდნავ ნორმალიზდა, მაგრამ მაინც არ დაბრუნებულა იმ ნიშნულს, რაც იყო ტარიფების გამოცხადებამდე. ამიტომ კიდე ობლიგაციები არის ამ მომენტისთვის უფრო იაფიანი ვიდრე მანამდე და ასევე ვისაც უნდა ინვესტირება და ელოდება, რომ იქნებ კიდე იყოს პიკური შესაძლებლობა, ერთი ვარიანტი კიდე არის, უბრალოდ ეს ზუსტად სპეკულაციაა და ვერ ვიტყვით, ახლანდელი კონგრესში კანონმდებლობა, სადაც რესპუბლიკელებს უნდათ მასიურად შეამცირონ გადასახადები, მაგრამ უბრალოდ ვერ თანხვდებიან, შეამცირებენ თუ არა ხარჯვას სამთავრობო ხარჯების მხრივ და ეს რა თქმა უნდა გაზდის დეფიციტს თუ ჩვენ მხოლოდ გვექნება გადასახადების შემცირება, დიდი დეფიციტური ხარჯვა გვექნება და ეს მხოლოდ ვალის ბაზარზე ახალი დეფიციტი გაიზრდება სავარაუდოდ ამ ფონზე, ხო? დიახ, და ვალის ბაზარზე მოხდება, ესე ვთქვათ, ახალი სახაზინო ობლიგაციების გამოშვება მოუწევთ, რაც მომგებიანობას ისევ გაზდის და ცოტახანი გააიაფებს ობლიგაციებს. უბრალოდ აქ უნდა ვახსენოთ, რომ ეს პაუზაც და ეს ფანჯარა იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ გაიზრდება განაკვეთები. ეს ალბათ არ მოხდება. მე ვფიქრობ, ჩაგიჭრები მაქსიმუმ თუ შეიძლება, მე ვფიქრობ, რომ თუნდაც განაკვეთების ზრდის მოლოდინები და ის ტურბულენტობა, რომელიც განპირობებული იყო წინა თვეებში, უკვე მოვიაზრეთ ის, რაც შეიძლება მოხდეს, უკვე გადასახადების ზრდით განპირობებული ბიუჯეტის დეფიციტის ზრდაც მოვიაზრეთ და ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, არის უკვე ჩასმული პრაისინგში, მოდი ამ სიტყვას გამოვიყენებ, ამიტომ ინვესტორებმა უკვე იციან, რომ ტრამპის პოლიტიკა შეიძლება იყოს დეფიციტური, შეიძლება იყოს და ანუ სავარაუდოა ჩემი მოლოდინის ახლა ეკონომიკურ ჭრილში რომ შევხედოთ, ჩემი მოლოდინის ესეთია, რომ ობლიგაციების შემოსავლიანობების ზრდა, თუნდაც იგივე ტრამპის საგადასახადო პაკეტის გასვლის ფონზე ნაკლებად სავარაუდო არის. ამიტომ შენ მე მგონია რომ სწორად აღნიშნავ, როცა ამბობ, რომ აი ახლა დაფიქსირება მაღალი შემოსავლიანობისა შეიძლება იყოს კარგი პერიოდი, ხო? შესაბამისად კაპიტალურ ზრდაზეც შეგვიძლია, ხო, თქვა? კი, შესაბამისად კარგი ფანჯარა კაპიტალური ზრდისთვის, სანამ მეოთხე კვარტალში ალბათ ეს განაკვეთების შემცირება დაიწყება და მაღალი მომგებიანობის დაფიქსირებისთვის უბრალოდ კაი შესაძლებლობა უბრალოდ რო არ დავფოკუსირდეთ მარტო ამერიკის ბაზარზე, ასევე თუ ჩვენ შეგვიძლია რომ დავიფიქსიროთ მაღალი მომგებიანობა ამერიკის ბაზარზე, რატო არ ვეძებოთ ეს სხვა ბაზრებზე და ესეთია ევროპა და ჩემი ასევე მაღალი საკრედიტო რეიტინგის ქვეყნები გვაქვს, ხო? ნამდვილად და ევროპაში ამერიკისგან, ევროზონაში ამერიკისგან განსხვავებით განაკვეთების შემცირება მოხდა და პაუზა არ ყოფილა იქ, ამიტომ ეხლა ძალიან დაბალ დონეზეა იქ მომგებიანობა, მაგრამ ჩვენი კვლევის თავარი მესიჯიც ეს არის, რომ დივერსიფიკაცია ეხლა არის ისეთ მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს. შესაბამისად, თუ ჩვენ ისევ მომგებიანობა შეგვიძლია დავიფიქსიროთ მაღალი ამერიკაში, იგივეც გაკეთება შეგვიძლია ევროზონაშიც, უბრალოდ ერთი დამატებითი ბენეფიტით კიდე, რომელიც არის სავალუტო ბენეფიტი. შენ ახსენე, რომ კანცლერის ახალმთავრობას მერცის ხელმძღვანელობით სურს ვალისჭერის
მოხსნა და უფრო გაზდა, ბარიერის გაზდა. შესაბამისად ეს გამოუშვებს, ანუ ამის მოლოდინმაც კი უკვე მაგალითად აწლიან ბუნდებზე გაზარდა მომგებიანობა დაახლოებით 35 ბაზისური პუნქტით და კი ნორმალიზდა ამის მერე, მაგრამ იმ დონეზე მაინც არ ჩამოსულა, რა დონეზეც იყო და ეს მოხდა იმის გათვალისწინებით, რომ განაკვეთების შემცირება კიდე მოლოდინშია. შესაბამისად კი, სხვა შორის ჯაგერთობი რომ ევროზონის ცენტრალურ ბანკს ჯერ არ დაუსვა, ანუ ტერმინალურ განაკვეთამდე ჯერ არ მოსულვართ, ამიტომ თუნდაც იგივე კაპიტალური გეინის კაპიტალური, ასე ვთქვათ, მოგების მიღების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს იმის ფონზე, რომ ვთქვათ, ობლიგაციის დაფიქსირების შედეგად განაკვეთების შემცირების ფონზე შეიძლება კიდევ არსებობდეს გარკვეული სივრცე ობლიგაციის ფასის ზრდისთვის მათ ინვესტორებისთვის, ვინც არის დაინტერესებული. და ჩვენ ასევე მოლოდინი გვაქვს, რომ ევრო გააგრძელებს დოლარის წინააღმდეგ გამყარებას უახლოეს მომავალში. შესაბამისად, ჩემი აზრით ინვესტორებს აუცილებლად უნდა ესმონათ, რომ როდესაც ბონდების ბაზარზე შედიან, რომ მარტო აუცილებელი არ არის, რომ აი თუნდაც კორპორაციული ობლიგაცია 8%-ში დაფიქსირება მომგებიანობის. თუ რომელ ვალუტაში დენომირებულია ეს ობლიგაცია, ის გაუფასურებას განიცდის, ესე იგი შენ ნამდვილი მოგება არ გაქვს და შესაბამისად თუ ევროს მოლოდინი ჩვენ გვაქვს რომ გამყარდება, მარტივად რო ახსნა თუ ჩვენ გვაქვს დოლარი, ამას გადავახურდავთ ევროში, რადგან ვიყიდოთ ევროში დომინირებული ფიქსირებული შემოსავლის გერმანიის აწლიანი ევროში დომინირებული ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტი, თუნდაც სახაზინო, თუნდაც კორპორაციული და როდესაც ამას ვადიანობა თავისი გაუვა და ჩვენ მომგებიანობას ავიღებ და ნომინალურ ინვესტიციას, რაც ძირთანხას, შემდეგ ამას დაემატება, როდესაც გადმოვახურდავთ უკან დოლარში, გამყარებული ევროდან დამატებითი სავალუტო მოგებაში და ეს ჩემი აზრით, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ინვესტორს ესმოდეს და მე ვიცი, რომ დამატებითი პროგნოზები გვაქვს კიდე ევროზე უფრო დეტალურად რო გვითხრა. და ასევე სხვა ვალუტებზეც ფუნტი, აი რა ხდება, ველოდეთ. ძალიან საინტერესო საკითხზე გადახვედი მაქსიმე და მე ნამდვილად სწორი აღნიშნე, რომ ჩვენ ევროს მიმართ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. ამ ეტაპზე ახლა პრინციპში რომ მიმოვიხილოთ სამი ვალუტა, რომელსაც უფრო აქტიურად უყურებთ, ალბათ იქნებოდა აშშ დოლარი, დიდი ბრიტანეთის სტერლინგი, ფუნტი და ევრო. ჩვენ ამ მომენტში და პრინციპში ეს წლის დასაწყისიდან ფაქტობრივად ეს მოლოდინი გვაქვს დოლარის მიმართ ვართ შედარებით პესიმისტურად განწყობილები და ამის ძირითადი ფაქტორი, სხვა შორის მე მინდა რომ ხაზი გავუსვა იმას, რომ არსებობს რაღაცა მოლოდინი, რომ თქოს დოლარი კარგავს სარეზერვო ვალუტის დოლარი კარგავს სარეზერვო ფუნქციას, რომ რაღაცა დოლარის დასასრული დაიწყო, მე მგონია რომ ძალიან შორს არის რეალობიდან ეს გაზვიადებულია. თუმცა ეხლა რა მომენტშიც ვიმყოფები ჩვენ არის რომ დოლარის შესუსტება ფაქტობრივად არის განპირობებული აი ამ მერყეობისა და სტრუქტურული ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელიც ვფიქრობთ რომ შეიძლება არ გაგრძელდეს უსასრულოდ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ რომ ევრო-დოლარი გარკვეულ დონეზე დასტაბილურდება, მაგრამ ეს დონე არ იქნება 1-დან 0.5, 1-დან 0.8, რომელსაც თქვა თუნდაც წინა წლებში ვხედავდით ხოლმე და ახლა ჩვენი მოლოდინი არის ესეთი რომ წლის ბოლოსთვის ევრო-დოლარის განაკვეთი დაახლოებით 1.15-დან 1.20-მდე ფარგლებში იქნება, ამიტომ ევროს მიმართ ვართ ოპტიმისტურად განწყობილები, სხვა შორის ჯერ ასე არ არის, ამიტომ იმ ინვესტორებს, რომლებიც დაინტერესდებოდა შენი რჩევით, რომ თქვა დივერსიფიკაციას მიმართონ თუნდაც და განიხილონ პოტენციურად ევროზონაში, ევროზონის ქვეყნების სახაზინო ობლიგაციები, მათთვისაც შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს, განსაკუთრებით დოლარში, ვისაც აქვს დანაზოგები ამ ინვესტორებისთვის, რომ ევროს ობლიგაციებში შესვლამ შეიძლება სავალუტო სარგებელიც გამოიწვიოს, იმიტომ რომ ევროს მიმართ ვართ ოპტიმისტურად განწყობილები და ამას სხვათა შორის ემატება ის ფაქტიც, რომ პროდუქტიულობისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გერმანიიდან გამომდინარე და ფრიდრიხ მერცის ახალი მთავრობიდან გამომდინარე, ბევრად უფრო ოპტიმისტური არის მოლოდინები, რაც ევროს ასევე ამყარებს და შესაბამისად ჩვენი მოლოდინი იქნება ოპტიმისტური. ეს რაღაცას უბრალოდ დავამატებ, რომელ ვალუტაშიც არ უნდა ავირჩიოთ ინვესტირება ობლიგაციებში, გინდა იყოს ეს ევროზონის, გინდა ამერიკის შეერთებული შტატების, არ დავპანიკდეთ, რომ ეხლა კორპორატიული სპრედები რო გაზრდილია, ეს არ არის გამოწვეული დეფოლტის რისკის თან საკრედიტო რეიტინგის განსაკუთრებით შემცირებით ან კომპანიების ბალანს შიტის გრადობა გააუარეს და ეს ამით არ არის გამოწვეული, ეს არის უბრალოდ კარგი შესაძლებლობა, რაც მოგცა ტარიფების ინფლაციურმა შოკმა და უბრალოდ ქაოსმა, დაძაბულობამ, მერყეობამ, შიშმა, რაც ინვესტორებში აღიძრა, მოიწვია მისდა. ანუ სტრუქტურული ვალის ბაზარზე სტრუქტურული სიჯანსაღის პრობლემები არ ამ მომენტში ყოველ შემთხვევაში არ აღინიშნება. ძალიან საინტერესო შენიშვნაა.
ჩემი აზრითაც ეს. და ხო, საბოლოო ჯამში ევროს მიმართ ვართ ოპტიმისტურად განწყობილები, თუნდაც პროდუქტოლობის ზრდის, გერმანიას მიმართ დაკავშირებული ოპტიმისტური განწყობების გამო, იმის გამო რომ დოლარის სარეზერვო სახე, ესე ვთქვათ, და იმიჯი ოდნავ არის შემცირებული და ინვესტორები მოდიან, ასე ვთქვათ, next best ვალუტაში, ხო, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება ევრო იყოს დოლართან შედარებით და ასევე მინდოდა რომ ფუნტთან დაკავშირებით ერთი-ორი სიტყვა მეთქვა, სამწუხაროდ ბრიტანეთის ეკონომიკა არ გვაძლევს საშუალებას რომ მაინც და მაინც ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი ფუნტის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ დოლართან მიმართებით გამყარებული არის ახლა და ვფიქრობთ, რომ შეინარჩუნებს ამ სიმყარეს და ეს დოლარით იქნება გამოწვეული და არა ფუნტის სიძლიერით, ამას მინდა ხაზი გაუსვა. სამწუხაროდ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა საკმაოდ შერეულ სიგნალებს იძლევა, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, რომ კონკრეტული პოზიცია შევიქმნათ, ან ოპტიმისტური, ან პესიმისტური, ამიტომ ჩვენი პოზიცია შედარებით რომ ნეიტრალური არის და ვცდილობთ, რომ ასე ვთქვათ, მინიმალური ექსპოზიციით ვიყოთ, თუნდაც იგივე ფუნტთან მიმართებით. მაგრამ ეს შეიძლება შეიცვალოს, იმიტომ რომ მე მახსოვს შენ ძალიან პესიმისტური ვიყავი წინასწარში გერმანიასთან მიმართებით და ეხლა თლიანად შემოbrunდა. ფრიდრიხ მერცის ახალი თუნდაც იგივე ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ფონზე და იმ პაკეტებისა და კანონპროექტების შემოსვლის შემდეგ რაც ვიხილეთ ნამდვილად 180 გრადუსით შეიცვალა ჩვენი დამოკიდებულება, რაც ხშირად ხდება და პრინციპში ეს არის სწორედ ალბათ თავარი ხიბლი ფინანსური ბაზრებისა, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ფისკალური პოლიტიკაც ახსენე და ამ მომენტში ჩემი აზრით მომგებიანობის ვრუძე, ანუ ორი მთავარი ძალა, რაც მომგებიანობას ამოძრავებს, არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთების შემცირება, რომლებიც მომგებიანობას ქვემოთ წევს და ასევე ფისკალური პოლიტიკის მხრიდან ვალების ზრდა, რომელიც მომგებიანობას ზემოთ წევს და აი ამაში უნდა მოვახდინოთ ნავიგაცია. ეს არის ორი ძალა, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოქმედებს. კი ბატონო. მაქსიმუმ ვფიქრობ ძალიან საინტერესო იყო, მე დიდ მადლობას გიხდი ამ საინტერესო ინსაიტებისთვის, საინტერესო რჩევებისთვის და საინტერესო მიგნებებისთვის. ვფიქრობ ჩვენ მოსვენელმა წარმოდგენა შეიქმნა იმასთან დაკავშირებით, როგორი იქნება ჩვენი მაკროეკონომიკური სცენარი 2025 წლის, როგორ უნდა მოვახდინოთ ნავიგაცია ამ კლიმატში. ძალიან საინტერესო რჩევები იყო ფიქსირებული შემოსავლთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ჩვენი მოსვენელი ვალუტების მიმართაც, ასე ვთქვათ, დივერსიფიკაციის საჭიროებას დაინახავს და ეცდება, რომ მეტი მოიძიოს, მეტი გაიგოს, მეტად დაინტერესდეს და ასე ვთქვათ, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს ამ თემასთან დაკავშირებით. მადლობა. თუ გსურთ მეტი ინფორმაცია მიიღოთ 2025 წლის მეორე ნახევრის მოლოდინებთან დაკავშირებით გლობალური ფინანსური ბაზრების ირგვლივ, ჩვენი ახალი კვლევით ბმული იქნება მითითებული ვიდეოს აღწერაში.